ამ ორი ვიდეობლოგის წინ თუ არ ვწდები, მე ვთქვი, რომ მაღალი ალბათობით პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთს შეხვდებიან ვაშინგტონში უკვე მიმდინარე კვირის განმავლობაში, ან მომავალ კვირაში, მეთქი. ასეც იქნება, გულახდილად გეტყვით, ასეც არის თითქოს ესე იკვეთება. მაგრამ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს შეხვედრა არ შედგეს ყოველ შემთხვევაში ამ ორი კვირის პარგლებში, ამ ორი კვირის განმავლობაში. ტრამპი ამბობს, გასული კვირის განმავლობაში ჩემმა გუნდმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების კუთხით. იქ გასაკვირველია ამატებს, რომ ეს მისი ომი არ არის და ჯო ბაიდენის ომია და საერთოდაც ჯო ბაიდენის დედავატირეო დაახლოებით ამას ამბობს. გასულ თვეს 25,000 ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაპირველი 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო შედგენილი, საბოლოოდ ვიტკოფის და დიმიტრიევის, მაგრამ საკუთარ თავზე იღებს თითქოს ახლა პრეზიდენტი ტრამპი, ამბობს, რომ ეს არათუ ვიტკოფის, არამედ საერთოდაც ჩემი და ჩვენი გეგმა იყო, დაზუსტდა და აქ არის ძალიან საკვანძო წინადადება ორი მხარის დამატებითი წინადადებების გათვალისწინებით. მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი და იქნება ვინმე ვიცის მეორე მხარე ანუ რუსეთის მხარე როდის ჩაერთო ამ პროცესში. მე ვიცოდი და ვიცი რომ მხოლოდ ჟენევაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რუბიოსა და ერმაკს შორის დელეგაციების ხელმძღვანელებს გულისხმობდა. აი პარალელურად რუსეთისთან როდის დაზუსტდა 19 პუნქტიანი ახალი გეგმა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი და რა უფლება მაქვს ახლა პრეზიდენტ ტრამპის გულწრფელობაში შევიტანო ეჭვი, მაგრამ გონია რომ ეს თლად ასე არ არის. მაგრამ გაველოდოთ მაინც მოვლენთაგან ვითარებას. ორი მხარის დამატებითი წინადადებების გათვალისწინებია დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე შეუთანხმებელი პუნქტი. ესეც მნიშვნელოვანი დეტალია. პრეზიდენტი ზელენსკიც და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამახვილებენ ამაზე ყურადღებას და ამბობენ, რომ ეს ეგრეთ წოდებული შეუთანხმებელი პუნქტები თუ მაინც და მაინც ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას 19 პუნქტიან შეთანხმებას მივიღებთ ბაზისად და საწყისად, სწორედ ვაშინგტონში უნდა შეთანხმდეს ზელენსკისა და ტრამპს შორის. აკი ამიტომაც ვამბობდი, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ან მომავალი კვირის განმავლობაში ზელენსკი ჩავიდოდა ვაშინგტონში. მაგრამ ტრამპი ამბობს, რომ ასე არ არისო, მე მივიღებ მოკლე ანგარიშს მიღწეული პროგრესის შესახებ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსისგან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან, ნეტავის სულ ის იყოს ყველა პროცესში, მოსკოვშიც ის იყოს, ჟენევაშიც ის იყოს, ვაშინგტონშიც ის იყოს, კიევშიც ის იყოს და ყველგან ის იყოს ნეტავ და არ იყვნენ სხვა პირები, რომლებიც ჩემი აზრით გამოცდილობის გამო პირველ ყოვლისა, მაგრამ აგრეთვე მიდგომების გამო სხვა პოზიციაზე არიან და ჩანს უკვე თვალნათლივ ჩანს ეს გაყოფილობა ადმინისტრაციაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფისში კი არა ხო ხელისუფლებაში ორი ჯგუფი აშკარად დავარქვათ ერთ წამს თქვენის ნებართვით ჯგუფი რუბიოსი და ჯგუფი ჯეი-დი ვენსისა. ამ ჯეი-დი ვენსის ჯგუფი არის გასაკვირველია ვიტკოფი, რომელიც კიდევ შეიძლება სხვა ჯგუფსაც წარმოადგენს. ეგრა მაგის პასუხი. მოკლედ ჯეი-დი ვენსისგან მივიღებო სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან, ომის მდივან პიტ ჰექსეტისგან, ხო? და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსთან სიუზი ვაილსთან ერთად მივიღებ მოკლე ანგარიშო გაწეული პროგრესის თაობაზეო და მერე უსებ ამატებს მოუთმენლად კიველი, რომ მალე შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს. მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ომის დასრულების შეთანხმება საბოლოო იქნებაო და ახლა გამოდის, რომ პუტინს ვერ შეხვდება გარკვეულზე მაღალი ალბათობით, იმიტომ რომ მოსკოვიდან სიგნალები უკვე ისმის, რომ ამ შეთანხმებას ყოველში ჟენევაში რაზეც მოილაპარაკეს მხარეებმა, პრეზიდენტი პუტინი არ მიიღებს. ანუ რუსეთი არ მიიღებს, იმიტომ რომ ეს მათეული განმარტებით სულაც არ არის დაფუძნებული ალასკაზე
მიღებულ გადაწყვეტილებებთან კი არა, ალასკაზე რაც ისაუბრეს, რაზეც ისაუბრეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა. და აქედან გამომდინარე გარკვეული ალბათობით შეხვედრა ტრამპი პუტინი არ შედგება და ტრამპი ზელენსკი კიდევ შეიძლება შედგეს ამ 2 კვირის განმავლობაში, რომ საბოლოო რედაქცია ჩამოყალიბდეს ამ 19 პუნქტიანი ახალი, კვლავ ვიმეორებ, შეთანხმების ამასობაში არ დამავიწყდეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაღალზე მაღალია, თვითონ თავადვე აცხადებს ამას, ვიტკოფს ვაგლახ გაუშვებს მოსკოვში, პუტინს ჩაუტანენ საბოლოო ტექსტს, რომელსაც უტრირებულად ვიტყვი ცხადია, მაგრამ გადახევს მაღალი ალბათობით პუტინი, იმიტომ რომ იმ შეთანხმებაში ის, რაზეც ლაპარაკობს 4 წელიწადია არ გაჩერებულა ეს პუტინი, პირველაჩაილნი პრიჩინი, პირველქმნილი მიზეზები ამ კონფლიქტისა, იმ შეთანხმებაში სულაც არ არის აღმოფხრა ამ ეგრეთ წოდებული პირველქმნილი მიზეზებისა, ომის მიზეზებისა გათვალისწინებული ეს მაინც ასეა. როგორ მართავს პრეზიდენტი ტრამპი, საბოლოო ჯამში ასეც უნდა ვთქვათ, მას უნდა, ხო, ის მართავს ასე, მე მინდა, რომ კონფლიქტი დასრულდეს. და რამდენადაც ვარ ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს და რა საკვირველია, ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს ლიდერია. ამასთან როგორ ლიდერია, ნახეთ, რომელმაც საოცარი რამ გააკეთა გასული წლის ნოემბერში, როდესაც საოცარი კამბექით დაბრუნდა 45 პრეზიდენტი, 47 ესე იგი ერთი ვადა ჩააგდო, ისიც გამიყალბესო ამბობს, ხო? და დაბრუნდა თეთრსახლში, ოვალურ კაბინეტში. ძლევამოსილი სახელმწიფოს ლიდერია, რომელმაც მოაოქროვა მთელი სადა ოვალური კაბინეტი, რომელშიც ვინ არ იყო? ბოლო პერიოდის პრეზიდენტები და დასაკვირველია რონალდ რეიგანი გახსენდება პირველ ყოვლისა. და არა მხოლოდ რონალდ რეიგანი, მაგრამ მოაოქროვა სადა კაბინეტი, სადა ოთახი. ძლევამოსილი ამგვარი ლიდერია, რომელიც ექსცენტრიულია, ამასთან დაკრა. მას უნდა ომის დასრულება დავასრულეთ, წერტილი. გადავედით შემდეგ საკითხებზე. მადურო უნდა დამთავრდეს, ან რაღაც ნარკოკარტელები უნდა დამთავრდეს და ასე შემდეგ. მე მინდა ნობელის პრემია. ხო, შეიძლება ნობელის პრემიაზე ვიტყვი ერთმა ჭკვიანმა კაცმა დაწერა და მეც პრინციპში ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რომ თუ აქამდე 2025 წლის იანვრის 25-მდეა თუ არ მეშლება, ნობელის პრემიაზე კანდიდატთა წარდგენის ვადა ნობელის კომიტეტში. 25 იანვრის შემდეგ ვინც კი წარადგენს ვინმეს, არ ვიცი, ნეთანიახუ კიდევ ერთხელ წარადგენს მაგალითად ტრამპს, პირობითად 17 აპრილს, ხო? ეს მაინც იქნება უფრო პიარსვლა. კომიტეტი აკიგით ხარით იღებს 25 იანვრამდე. ერთმა ჭკვიანმა კაცმა დაწერა კი შემდეგი რამ, რომ თუ აქამდე პრეზიდენტ ტრამპი შეთანხმებების გზით მიდიოდა და ამიტომაც თვლიდა რომ იმსახურებს ნობელის პრემიას, ახლა შეიძლება მას შემდეგ რაც პრეზიდენტი პუტინი არ მოაწერს ხელს ამ 19 პუნქტიან შეთანხმებას, ახლა შეიძლება ძალის დემონსტრირებით წავიდეს ნობელის მშვიდობის პრემიისაკენ, მშვიდობის პრემიის მიღებისაკენ. და შეიძლება თქვას, რომ მე ვერ დავამყარე მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის ამ მოლაპარაკებებითა და 12 თვიანი ძალისხმევით, მაგრამ ახლა უკვე შევაიარაღებ უკრაინას და ვაიძულებ რუსეთს, რომ წამოვიდეს დათმობებზე და უკრაინას კი გადავარჩენ საბოლოოდ. ეს რომ გააკეთოს ტრამპმა, ისევ რუბიოს უბრუნდები და ის ავტორიც ამას წერს და მეც ვიზიარებ, ეს რომ გააკეთოს ტრამპმა, მის კარზე უნდა დამარცხდეს, აღარ დავაბრალოთ JD Vance თქვენი სებართვით, ვიტკოფის ჯგუფი და უნდა გაიმარჯვოს რუბიო ჯგუფმა. რისკენაც ჩემი აღქმებით დღეს უკვე მე მგონი მივდივართ, თუმცა აღქმები იმდენად ხშირად იცვლება ამ ტურბულენციაში, რომ სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ამასობაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ზელენსკი ძალიან იზრდება, მოდი შევთანხმდეთ ამას. და საოცარი რამ გააკეთა, ჩემი აზრით. აი მომავალი შეხვედრა თუ შედგება ვაშინგტონში ტრამპთან, მან გაგიკვირდებათ და სთხოვა ევროპელ ლიდერებს, პირველ ყოვლისა მარკ რონს, მერცს, რომელიც ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს ამ პროცესში, სტარმერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და აგრეთვე სტუფსაც, ანუ ფინეთის
იმ ლიდერს, რომელიც ტრამპს ეძმაკაცება. მელონისაც თხოვს სავარაუდოდ, ანუ იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჩამოდით ჩემთან ერთად, წავიდეთ ერთად ვაშინგტონი, იქ შევხვდეთ ტრამპს ერთადაც შევხვდეთო. რაღაც ერთობლივი ფორმატი იყოსო, ეს ძალიან კარგი ამბავია, იმიტომ რომ მეგობარი ყავს გვერდში, შენ უფრო თამამი ხდები და ეს ხსენებული პირები ხო უგამოცდილესები არიან, რომელთაგან ბევრს, მინიმუმ ორს ტრამპი, ანუ მელონისა და სტუპს, ტრამპი ძალიან დიდ პატივს ცემს, აფასებს. სტუპსა და მელონის სხვასაც, რასაკვირველია, მერცსაც მეთქი შემიძლია ასე ვთქვა. მაკრონი ამასობაში ხსენებული მაკრონი. ჩვენ ხო ორბანზე არ ვლაპარაკობთ, ანუ ევროპის მასშტაბით ტროასცხენებზე და ჭიაღუებზე. ჩვენ ვლაპარაკობთ სერიოზული ქვეყნის სერიოზულ ლიდერებზე. ამასობაში ხსენებული მაკრონი ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება სანდო უსაფრთხოების გარანტიები და არა გარანტიები ქაღალდზეო, იმიტომ რომ მაკრონი მე მგონი მაინც გულისხმობს იმ 28 პუნქტიან პირვანდელ დოკუმენტს, მაგრამ თუ მაინც და მაინც 19 პუნქტიან ახალ დოკუმენტს ჟენევაში თანხმობა მიღებულ შეთანხმება მიღწეულს გულისხმობს, მას უნდა რომ ეს იყოს რეალისტური და ის ცხადია იცნობს ამ დოკუმენტის შინაარსს და იყოს არა მხოლოდ ქაღალდზე დატანილი, არამედ იმპლემენტი განხორციელებული. ამასობაში ეს ყველა განცხადება ხო ჩავიკითხე და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურის ერმაკის, რომელიც ზელენსკის უერთგულესია, თქმის სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს ცემს მის წითელ ხაზებს. ახლა ეს ძალიან სოლიდურად გამოიყურება. 4 დღის წინ ხსენებული ერმაკი და ზელენსკი იყვნენ 3 დღე 4 დღის წინ. უცუდეს ხასიათზე ჩვენთან ერთად ცხადია 28 პუნქტიანი გეგმა გამოქვეყნდა რა, ამ მნიშვნელობა აქ ვინ შეიმუშავა, მე ჩემი ვერსია მაქვს და სხვა სხვისი. ტრამპი ამბობს, რომ ჩვენი შემუშავებულიო. უცუდეს ხასიათზე ვიყავით უკლებლივ ყველანი, ახლა როგორც ჩანს ხასიათი გვისწორდება. კვლავ რუბიო უნდა ვახსენო, აბა ვინ ვახსენო? სწორედ რუბიოს ამ პროცესში აქტიური ინტერვენციის და ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ასევე აქტიური ინტერვენციის და ევროპელთა აქტიური ინტერვენციის და პრესის, მსოფლიო პრესის აქტიური ინტერვენციის შედეგად გვისწორდება ეს ხასიათი. ოღონდ მე კარგადაც არ მესმის, სანამ არ გაიხსნება ეს დოკუმენტი და ყველა პუნქტი არ გვეცოდინება, რომლებსაც რუსეთი არ მოაწერს ხელს. კარგადაც ვერ ხვდებით ვერც ერთი ჩვენგანი საბოლოო ჯამში რა არის ამგვარი კმაყოფილების მიზეზი. ერმაკის განცხადებით, საწყისი რამდენიმე დღის წინანდელი 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკვე წარსულს ჩაბარდა, ანუ ნუ ღარ ვილაპარაკებთ, დავასრულეთ იმედმა ილაპარაკოს, რა ქვია იმას. იმან ილაპარაკოს კიდე მათიკაშვილმა ილაპარაკოს, სისრულელებს ლაპარაკობს ეს მათიკაშვილი, ეგრა მაგის პასუხია, იმაზე ულაპარაკია. უცხოეთში მაცხოვრებელი ჩვენი ემიგრანტები ფულს რო რიცხავენ, ეგო სახლებში ხდებაო, ოჯახებშიო და ბიუჯეტში ხომ არ შემოდის, ამიტომ პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, 15%-ია ლაპარაკი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტისა და იმ 15%-დან დაახლოებით რასაც რიცხავენ, იმ 15%-დან 18-20% პირდაპირ მიდის ბიუჯეტში. ანუ მილიარდი ნახევარი, 2 მილიარდი და ეს ფეხებზე კიდია. მათიკაშვილს, მაგრამ მათიკაშვილზე ხო არ წვილმანდებით ეხლა ნახეთ მათიკაშვილი პატარა ჩვენ ვლაპარაკობთ უზარმაზარ საქმეზე, ხო? მოკლედ ერმაკი ამბობს, რომ წარსულს ჩაბარდა ხსენებული 28 პუნქტიო და ცხოვრება ისე სწრაფად იცვლება, რომ ეს უკვე წარსულია და აღარც ვილაპარაკოთ ამ თემაზე. ერმაკამ ისტორიულად შეაფასა, ისტორიული უწოდა უსაფრთხოების იმ გარანტიებს, რომლებიც ტრამპს უკრაინისთვის მზად აქვს შესათავაზებლად. ფიქრობ ეს პრეზიდენტ ტრამპისა და შეერთებული შტატების ისტორიული გადაწყვეტილებაა, ღმერთო, აგვაგებინე და აჩქარე პროცესები და ვიცოდეთ რაზეა ლაპარაკი, კვლავ ვიმეორე. პუტინი ამას არ მომაწერს ხელს, მაგრამ ეს ადასტურებს ეს პუტინის მიერ ხელის არ მოწერა განაპირობებს მაღალი ალბათობით იმას, რომ ტრამპი უფრო და უფრო მკაცრი იქნება პუტინის და რუსეთის მიმართ. და ეხლა რატო უნდა მეხსენებინა ტომოჰავკები, მაგრამ ისევ აქტუალური გახდება ტომოჰავკების გადაცემის და ტომოჰავკებით რუსეთის სიღრმეებში იერიშების მიტანის საკითხი, რაც ერთ-ერთი გამოსავალია ეკონომიკური ბერკეტების გარდა, ეკონომიკური მოხრჩობის გარდა რუსეთისა, ერთ-ერთი ბერკეტია
რუსეთის დამარცხებისა და მერე უკვე სულ 2026-ში შესაბამისად უკვე სხვა პლასტში, სხვა სიბრტყეში გადადის ეს კონფლიქტი, რომელიც დასაკვირველი დასასრულისკენ წავა, მაგრამ წავა დასასრულისკენ უფრო რუსეთის დამარცხება იგულისხმება ამ დასასრულში და არა მორიგება, შეთანხმება, ის ჩემია, ეს შენია, აქ გავიყოთ, იქ ერთმანეთს აღარ დავცხოთ, აღარ ვიჩხუბოთ და ასე შემდეგ. ერმაკის თქმით, უკრაინა არ გაიწევს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას. ეს დატოვეს იმ 19 შეთანხმებაში, 19 მუხლიანში, დაუხევიათ თავზე პუტინისთვის მთელი SVO-ს ამოცანები, რომელიც კონსტიტუციაშიც არის გაწერილი. თუმცა აღნიშნა, რომ ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, ჩვენ ნატოში არ ვართ. ანუ შეიძლება ნატო ფორმალურად დარჩეს, ან შეიძლება ამოიღორკიდეს, მაგრამ თუ მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს აძლევს უსაფრთხოებისა შეერთებული შტატები უკრაინას, მაშინ საბოლოო ჯამში აი ეს ორმხრივი ურთიერთობები თუ დამყარდა, არამინდა გამომიდოს ვისა ჯანდაბად უნდა ეს ნატოს მეხუთე მუხლი მერქი, ნატოში გაწევრიანება მერქი, მაგრამ ესეც ბრწყინვალე შედეგი იქნება იაპონია, სამხრეთ კორეა. ეს ისეთი ამბავია, რომ უკრაინის უკრაინის ხმელეთი და უკრაინის სხვა თუ დაცულია ამერიკის შეერთებული შტატების, იმის კი არა, რა ქვია, ხმელეთი უნგრეთის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორბანი კი არ დაიცავს. ხო, ასევე ვილაპარაკე გუშინ 800,000 არმიაზე იქნება ლაპარაკი. 800,000 კბილებამდე შეერაღებულ არმიაზე იქნება ლაპარაკი. არა, მერვედ ვიტყვი, რომ პუტინი ამას ხელს არ მოაწერს, მაგრამ თუ არ მოაწერს და ამ გზით მივდივართ, მიდის სამყარო, ვაია პუტინისთვის. და თუ მოაწერს, ვუია, ასე უნდა ვთქვა, სხვა როგორ უნდა ვთქვა აბა ქართველი რუსების გასაგონად, მათ შორის ბიზნეს გასაგონად. ხო, კიდევ რა ვთქვათ? ტრამპი ნახეთ რა ბოდიში ჩაუწიოთ. ნახეთ, ტრამპიც ამბობს, ბოდიში. ფიქრობ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. მალე გავიგებთ. და რა უფლება მაქვს ვიმეორებ, რომ არ დავეთანხმო ამერიკის შეერთებული შტატების ძლევამოსილ ლიდერს, რომელსაც უყვარს ეს საკუთარი ძალის დემონსტრირება, მასზე ყურადღების, მასზე როგორც შეერთებული შტატების ლიდერზე ყურადღების გამახვილება და სამყაროს ცენტრში დგომა, ნობელის პრემიას უნდა და სუმასზე ლაპარაკი და სუმის მასზე ქება, როგორც ბავშვს შემთხვევაში მინდაზე აწყობილი ყველაფერი, მაგრამ თუ მე გავაგებავ და ვიტყვი, რომ ამ ძლევამოსილ კაცს მაინც მინდა რომ არ დავეთანხმო, იმიტომ რომ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ, დიახ, შეთანხმებასთან, უკრაინასთან შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არის ამერიკის შეერთებული შტატები. და პრეზიდენტ პუტინისთვის სისხლის ჩაქცევასთანაც ახლოს ვართ, ტვინში, გაჟონვასთან. ასე უნდა ვთქვა, თუ ის წაიკითხავს საბოლოო ვერსიას და მიხვდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ ხუმრობს. და ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულია სამყაროს წინაშე, რომ არ იხუმროს. ვალდებულია სამყაროს წინაშე, რომ ჩამოყალიბდეს 51 პრეზიდენტი ერთხელ და სამუდამოდ, ერთხელ და საბოლოოდ. ვალდებულია შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ გაიგოს, ვალდებულია კვლავ ვიმეორებ, რომ გაიგოს, რომ ჩვენ ახლა მოცემულ ეტაპზე რუსეთის სახით სამყაროს ყავს ბოროტების ცენტრი, ბოროტების მთავარი ღერძი, რომელიც სპობს თავისუფლებას და რომლის თეორიული წარმოუდგენელია ეს, მაგრამ მაინც შესაძლო მცირე თუნდაც გამარჯვების შემთხვევაში, ანუ არ დამარცხების შემთხვევაში, რუსეთი თავად მერე უკვე დაიწყებს ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, განაგრძობს ინტერვენციას ჰიბრიდული ომის ელემენტებით და თუნდაც არაკონვენციურად, პოლონეთში, ბალტიის სახელმწიფოებში, უნგრეთშიც კი ვინმეს თუ გონია, რომ უნგრეთს დაინდობს, ცდება ისე როგორც არ დაინდობს საქართველოს ბიზინა ივანიშვილი, სულ მოსკოვში ჩავიდეს და სუსტად ისე აკოცოს პუტინს, როგორც ბრეჟნევს აკოცა ვინაკოცა ხონეკერმა, ხო? ბოდიში გადავყო ხონეკერმა. რუსულად კრებ, ხო, ეგერ. ხო, ხონეკერმა, კიდე კარგი, რომ ისა. კიდე კარგი, რომ
მახსოვს. ხო და სულ რო ჩავიდეს ივანიშვილი, ხონეკერის მსგავსად შეხვდეს დღევანდელ ბრეჟნევს, კი არა ბრეჟნევზე 200,000 ჯერ უარეს პუტინი არ დაინდობს მას. მაგრამ ბიზნე ივანიშვილზე არ ვლაპარაკობთ, ისევე როგორც მათიკაშვილზე. მანძილი მათიკაშვილიდან ბიზნე ივანიშვილამდე გაცილებით მოკლეა, ვიდრე ივანიშვილიდან ასე მაგალითად სოფლიო პოლიტიკამდე ან ზელენსკიმდე მაგალითად. კარგით, რა ვთქვათ ახლა კიდევ. დავასათაუროთ ასე. პუტინს მალე ტვინში სისხლი ჩაექცევა, ან გაჟონვა ექნება. ეს სათაური იმედი მაქვს და გაინტერესებთ ამ სათაურის გამო უყურეთ ამ ფრიად საინტერესო ჩემი აზრით ვიდეო ბლოგს. უკვე დარქმეული აქვს. ალბათ ნახავთ. ნახვამდის.